ახალი ინიციატივა ქართული ქვევრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ტრადიციული ღვინის ჭურჭელი და დიდი გამოხმაურება. Როგორია მის წარმომავლობასთან დაკავშირებული ეჭვები და სავარაუდო თუ არა მეცნიერებისათვის ქვევრის ასაკი. უკვე შესწავლილი დეტალები და დადგენილი ნიუანსები ქართული ქვევრით მსოფლიო ინტერესდება. თამუნა გაბელაია მოგიყვებათ. ის რაც ასწლეულებს ითვლის, რაც წინაპრების მონაპოვარია და რაც ქართველი ერის ცხოვრებაში ოდითგანვე არსებობს, ახლა უკვე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვდება. ქართული ქვევრი მისი მდიდარი წარსულით უცხოელი მკვლევარებისა და ჟურნალისტებისთვის არაერთხელ გამხდარა საინტერესო. საუკუნეების განმავლობაში ქვევრი მხოლოდ ღვინის შესანახი ჭურჭელი არ იყო. გარდა იმისა, რომ ქართველი კაცი მასში სასმელს აყენებდა, ის ჩვენი ისტორიისა და ტრადიციების საუკეთესო მატარებელიც არის. ბევრი დააობს და კამათობს მისი წარმომავლობის და ასაკის შესახებ, თუმცა ფაქტია, რომ ეს სიძველე დღეს ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია. ქვეყნის სიმბოლოდ ქვევრი დიდი ხნის წინ იქცა. მის წარმომავლობასთან დაკავშირებული დავაც დიდი ხნის წინ წარმოიშვა, თუმცა სხვადასხვა ფაქტები და არსებული დეტალები უკვე მის ქართულ წარმომავლობას ადასტურებენ. ქვევრის 8000 წლიან ისტორიას მშობლიურ ფესვებამდე მივყავართ. მე მინდა რომ დაფიქსირდეს, რომ ქვევრი არის ქართული ქმნილება, ქართული გამოგონება და მსოფლიო მიცოდეს, რომ ღვინის სამშობლოში საქართველოში იქნებოდა ყველაზე ადრეული და ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტები ამ მართლაც ღვთიური საქმისთვის, რასაც ქვია ვაზის მოშენება და ღვინის კეთება. დღეს უკვე ლაბორატორიულად არის შესწავლილი როგორც ახალი, ასევე ძველი ქვევრის ნატეხები. გამოკვლეულია ასევე თიხა, რომლისგანაც საქართველოში ქვევრები მზადდება. ქვევრი, ქვევრის ღვინო, ღვინის ტექნოლოგია. საზღვრებს გარეთ ეს ყოველივე სულ უფრო და უფრო დიდ გამოხმაურებას პოვებს. გარდა ამისა, დღეს უკვე ყველა თანხმდება, რომ ქვევრი საერთაშორისო ბრენდად უნდა იქცეს. სიტყვად, რომელსაც ყველა ერის წარმომადგენელი ღვინის ამ კონკრეტული ჭურჭლის აღმნიშვნელად გამოიყენებს. ქვევრი არ გვხვდება არც ერთ ცივილიზაციაში ამ ფორმით, როგორც ის არის საქართველოში და არც ისე იმ პერიოდის არქეოლოგიაში, ისე ადრე, როგორც ეს გვხვდება საქართველოში. ქვევრი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ იყოს მსოფლიოს იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში დაცული ობიექტი, როგორც არის ქართული გამოგონება. 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიცია, უნიკალური ტექნოლოგიის შენარჩუნება და მისი კიდევ უფრო ფართო მასებისთვის გაცნობა ახალ პრიორიტეტად არის ქცეული. ქართული ქვევრი და მისი ქართული ისტორია მალე მსოფლიო საზოგადოებას ეწოდინება.